გამარჯობა. ეს არის პოდკასტი Teacher Unfiltered with Nutsa, რომელშიც ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას უზიარებთ. დღეს ჩემი სტუმარი არის, მე ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო პიროვნება, დეკანოზი და ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი გიორგი ბერაძე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, Nutsa, მოგესალმებით თქვენს და მაყურებელსაც. მიხარია მეც ესეც საინტერესო პოდკასტში. ამ ამპლუაში ყოფნა თქვენთან. კი ბატონო. თქვენ აი რა ვიცი, როგორ დავიწყო, არც ვიცი პრინციპში. პირველად რომ აღმოგაჩინეთ, ალბათ ჩემი განწყობა და ემოცია იყო ისეთი, როგორიც აქვს ალბათ უმრავლესობას. მამაო და ინგლისური ენის მასწავლებელი, ვაუ, აი ესე ვიყავი გაოცებული. როგორ მოხდა ეს მითხარით, ალბათ თავიდან დავიწყოთ. კი, ზოგადად Nutsa მე ესეთი მიდგომა მაქვს ცხოვრებაში, რომ ჩემთვის რაღაც ჩარჩოები, კლიშეები, სახელები, ლეიბლები ეგრეთ წოდებული არ არის. იმიტომ რომ წეგანაც სანამ დაიწყებოდა ჩვენი პოდკასტი, ვსაუბრობდით, რომ განვითარება ადამიანმა ასე უნდა შეწყვიტო. და აი სწავლების მიმართულებით და ზოგადად პედაგოგიური მიმართულებით ბავშვობიდან მქონდა ეს მისწრაფება, აი რაღაცას მაგალითად სკოლაში უხსნიდი იგივე ენაში, იგივე ქართულშიც, იგივე უცხო ენებშიც, რუსულიც ქართული ვიცი რეალურად და მიყვარდა როცა ადამიანს რაღაცას უხსნიდი და ხშირად იყო ხოლმე რომ თურმე გამომდიოდა, ანუ მე მაშინ ვერ ხვდებოდი, მაგრამ თურმე მოწონდა ხალხს ჩემი ახსნები. მაგრამ ამას რა თქმა უნდა უფასოდ ვაკეთებდი. თუმცა არ ვიცი ალბათ ამაზე მე გადავალთ, მაგრამ თავარი ჩემი ალბათ აზრი ამ ყველაფერთან ის არის, რომ მე თავიდანვე ზოგს გონია რომ რა კი ბევრი მიმართულება მაქვს ეხა ამ ეტაპზე, მაგრამ თავარი რა თქმა უნდა სასულიერო პირობა, ზოგს გონია რომ ეს სასულიერო პირობა მერე გადაწყდა. თავიდანვე მსულდა ეს გზა, მაგრამ ვითვალისწინებდი რა იმ პრაგმატული მიდგომის აუცილებლობას, რომ გარკვეულ ასაკამდე უნდა მიიღო გამოცდილება, გჭირდება გარკვეული საშუალებები იმისთვის, რომ იარსებოდა ოჯახი არსებო. გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ინგლისური, ეს იყო ინგლისური როგორც სწავლება, როგორც ფინანსურად დაინტერესება, ასე ცოტა უხეშად რომ ვთქვათ. რადგან მანამდე ამას უფასოდ ვაკეთებდი მეგობრებში და რეალურად ეს მადლობა ღმერთს გახდა იმის საფუძველი, რომ აქედანაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ხალხთან ურთიერთობის და რა თქმა უნდა ეხლა როცა სწავლიშენ სწავლობ და ეს ენასაც ეხება, რადგან სულ სწავლობთ და თავისთავად ურთიერთობებისში გამოცდილება არის ერთ-ერთი პირველი ჩემი მთავარი მსახურების. აი მოკლედ რო გითხრათ და ალბათ ეხლა მომდევნო შეკითხვაზე თქვენ გადახვალთ, იმიტომ რომ ყველაფერი არ მინდა რომ ვისაუბრო ერთ იმაში. ხო, უბრალოდ რეალურად ისე არის, რომ პედაგოგიური საქმიანობა და საგანმანათლებლო საქმიანობა ისტორიულად განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში იყო ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. უბრალოდ შეიძლება დღეს ისე ეს არ ჩანს და მედია საშუალებები ამას იმდენად არ ახმოვანებენ. ელემენტარული კორნელი კეკელიძე ყველა მიცის, გაბრიელ ქიქოძე ყველა მიცის, რომელსაც სერიოზული სამეცნიერო მიღწევები ჰქონდა და ფსიქოლოგიაში ნაშრომი ჰქონდა სადოქტორო. ყველამ კარგად იცის წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც ასევე არქიმანდრიტი იყო და მკვლევარი და დღემდე გერმანიაში ერთ-ერთი ცნობილი ადამიანია და უამრავი სხვა. ასე რომ ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივი და ორგანულია, მაგრამ შეიძლება ზოგიერთთვის საინტერესო და უცნაურიც. კი, დღესდღეობით. რა ვიცი, მე მგონი ერთადერთი ხართ ალბათ ინგლისური ენის მასწავლებელი. მასწავლებელი ალბათ ხო. ენის ცოდნეები ეხლა ძალიან არიან, ეხლა ვიცნობ სასულიერო პირობებში ძენა კარგად იცის. მაგრამ არასწავლი. კი. და როდის დაიწყო, მე მგონი ახსენეთ 2015 წლიდან. 15 წლიდან დავიწყე უკვე ესე ვცადე რა, მაშინ ეს კოვიდები და ამბები არ იყო და შესაბამისად ცოტა მეტი ოფლაინი იყო, უბრალოდ ონლაინ საერთოდ არ იყო. ნუ ერთი გამონაკლისი მქონდა ევროპაში და მაშინ მეც ხა ხარში ცოდი ონლაინ როგორ რამ ექნა, იმიტომ არ იყო ეს განვითარებული. მაგრამ ხო, 2015-დან დაიწყო რა. ეს კერძო მოსწავლეები დაიწყეთ, ხო? ალბათ. დიახ, კერძო მოსწავლეები, ჯგუფები არც მიცდია, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი, ხო უკვე სასულიერო მაგ პერიოდშივე გავხდი. და ვიცოდი უკვე რომ მაინც მომიწევდა საბოლოო ჯამში დროის დათმობა უფრო მეტის ვიდრე პედაგოგიურის და ხა როდესაც მუშაობ ჯგუფებზე, ეხაც მიცდია ბოლო პერიოდში, რომ აი წყვილები, ჯგუფები, მაგრამ პასუხისგებლობა, მაგალითად იგივე გაკვეთილის ვთქვათ, ოდნავ გადაწევის, ან რაღაცა ვარირება და გაცილებით უფრო რთულია ჯგუფის დამენეჯერება, ჩემზე კარგად იცით, ვიდრე ინდივიდუალურად. მეორე მხრივ
ჩემს პირობებში და ზოგადად ინდივიდუალური რაცა უფრო ესე სწრაფი და რაღაცა ყისიერი შედეგია ხოლმე ხშირად განსაკუთრებით დიდებთან, რომელსაც ერიდებათ ახლა თავიანთი ჭყალების ცუდი ინგლისური სხვებისთვის ჩვენება. კი ბატონო. მაგრამ როგორც მივხვდი, ანუ ცენტრებშიც გიმუშავიათ, ხო? დიახ, მქონდა გამოცდილებები, ორ ცენტრთან მქონდა თანამშრომლობა, ხან მოკლე და საკმაოდ ესე გამოცდილების კუთხითაც არ იყო ცუდი. და იქ ჯგუფი ყავდათ, იქ ჯგუფი იყო. კი, იყო პატარა მცირე ჯგუფები იყო, 2-3 და ონლაინები იყო იქაც. ევროპა, ამერიკაში. მე ვფიქრობ, ყველა გამოცდილება ამ შემთხვევაში გამომადგა და კარგი იყო ნამდვილად. იცით რა მითხარით, ხო აი სტერეოტიპები ფაქტიურად ხო ახსენეთ ნაწილობრივ და მაინც რა სტერეოტიპი აქვთ ხოლმე თქვენზე თავიდან და რეალურად როგორი ხართ? ხო, იცით, ძირითადად აი გამოხმაურება, როდესაც ეს ამბობს ინგლისური გავაკეთე და ეს რეალურად როდის გააკეთეთ მართლა? ალბათ 1 წელი არც იქნება. ხო, ახალია და ხშირადაც ვერვდებდი ახლა ბოლოს და გავახშირე დადება ვიდეოების და დიდი ნაწილი საზოგადოების ძალიან დადებითად შეხვდა და რეულიც და ჩემმა მოსწავლეებმაც ასე ზოგი შემთხვევაში გაჩნდა წარმოდგენა რომ ამ გზით მე რაღაც მოსწავლეების მოზიდვა მინდა რაც აქ-აქვე ვიტყვი რომ აბსოლუტურად არა პირიქით რაღაც პერიოდი ვიდეოებს არ ვდებ ხოლმე რომ აქიდანაც ვიღაც არ მოვიდეს აი სულ რეალურად არის ხოლმე ნაკადი ნაცნობობით ეგრეთ წოდებული თქვა რეკომენდაციები და ისეც კი ბატონო და რეალურად არის კიდევ ის მომენტი რომ სამწუხაროდ ბევრი ადამიანისთვის ბევრისთვის არა რაღაც ნაწილისთვის ეს უცნაურობა გონიათ რომ მღვდლობის ხარჯზე ხდება და აი ხო 15% დადებითად განწყობილია და აი რაც ის 5% როგორც ყოველთვის არიან სკეპტიკოსები. აი სკეპტიკოსი რომ აი მოდი შენ საქმეს მიხედე და რაღაც ესეთი, მაგრამ ნუ მე ხა მათთვის ხა რეალურად ძალიან სიყვარული და სიტფოთი უდგები მათაც მე არავის რაღაც ჰეითერებთან არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება არც იმ ბლოგზე და არც აქ, მაგრამ მათ ვეუბნები რომ ნუ მე მაქვს კიდე მეორე ბლოგი, რომელიც უკვე 4 წელია მაქვს და იქ Facebook-ზე, TikTok-ზე 40000-ზე მეტი გამომწერი ყავს, ასე რომ ჩემთვის არ არის რაღაცის ხარჯზე. და მე ვფიქრობ, რომ ეს სტერეოტიპები ყალიბდება ადამიანის, ესე იგი, შეჟუღდულობიდან გამომდინარე. აი მაგალითად მე იმღებლობა ალბათ არ აქვთ, ხო? თითქოს ესე. თვალსაწიერი არ გვაქვს ფართო. აი ჩვენ გონია, რომ აი ადამიანი კონკრეტული სოციალური კუთვნილებით ნიშნავს იმას, რომ რაღაც სხვა კუთვნილების წევრი ვერ იქნება. ხო, და ეს სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ რაც ნეგატიური კუთხით შეიძლება ვთქვათ, მაგრამ აი ძალიან აი ალბათ რაღაც წელიწადში 2-3-ჯერ თუ დაწყეს ვინმე ეგეთ კომენტარს და მაგასაც ზოგადად იუმორით პასუხობ ხოლმე რომ ავქნათ და ასე შემდეგ. ხო, სხვათა შორის აი თუ კომენტარებზე მიდგა საქმე, ორი გზა არის ხოლმე როგორც წესი, ან დაიგნორება, საერთოდ დაიგნორება, ან პასუხი და იმის იმცდელობა, რომ მოდი იქნებ ამ ადამიანის პერსპექტივა შევცვალოთ. ანუ თქვენი აზრით რა უფრო მართებულია? ღირს შეწინააღმდეგება ამ ადამიანებთან თუ ჯობია რომ უბრალოდ რაღაც არ მივცეთ? ნუცა გააჩნია როგორი კომენტარია. ეხლა არის ეს უფრო მეორე ბლოგზე მაქვს ხოლმე, თორე აქ ეხა ესეთი რეიტინგი არ აქვს ჩემ იმას, მაგრამ მაინც იწერება კომენტარები და იქ არის ხოლმე დღეს ხან-ახან 100 კომენტარიც იწერება მეორე ბლოგზე და გვერდზე რავი როგორც არის. და თუ არის წინასწარვე შეურაცხყოფელი, ზედმეტად გარკვეული რაღაც ფამილიარული შეიძლება იყოს ზედმეტი სარკაზმი, ესეც აღარ პასუხობ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად ანუ იგნორი მაგ შემთხვევაში ალბათ. კი, იგნორი აუცილებლად და რაღაცა მოძღვრული რაღაცა სიყვარულის და მოთმინების გამოჩენა. მაგრამ ხანდახან არის რომ ზოგიერთი ადამიანი აი ჩვენ თვალშორს ეს შორტკატ აზროვნება და აი ეს რაღაცა გუში მქონდა მოსწავლესთან ლექცია distraction-ებზე რა, რომ აი სოციალ პინგები ეს რაღაცა სხვა pop-up-ები რო არის, ადამიანს არ შეუძლია დიდხანს ერთ რამეზე კონცენტრირება. და ხანდახან არის ხოლმე რომ აი ვიდეო იწყება, რაღაც მისში ჟღერდება და ბოლომდე არ ნახულობ. და ეს ძალიან ხშირად ხდება და აი ესეთ შემთხვევაში ვეუბნები რომ იცი რა კი, მესმის რასაც ამბობ, აი ბოლომდე უყურე და ყველაფერს გაიგებ. კი. ეს კონცენტრაციის პრობლემა ალბათ კარგი იქნებოდა ეხლა ვეგვახსენებინა. როგორ ფიქრობთ, ამან გამოიწვია მოკლე TikTok ვიდეოებმა, თუნდაც Instagram-ზე ყველგან გვხვდება მოკლე წამიერი ვიდეოები. კი, და მეც ვცოლდავ მაგით და მოკლეებს ვდებ, იმიტომ რომ რეალურ engagement-ი დიდი ვიდეოებს არ აქვს. აი ადამიანი მიდრეკილია, რომ ყველაფერი ასკროლოს.
ნუ ეს სუფთა თუმცა ესეც ამან მოიტანა ამ ტენდენციამ, ხო? ეს ხო თავიდანვე ასე არის, რა თქმა უნდა. ანუ სხვანაირად ეს ლუფი, engagement ლუფი არ ხდება სხვანაირად, ეს ციკლში არ ვარდება და ნუ ექნება 20 ნახვა და ეხლა რეალურად ჩვენს ვალდებულები ვართ რომ მივყვეთ ამ რიტმს. ადამიანს მიმოწმოთ ხმა, ხო? აი სხვათა შორის აქ სხვა პოდკასტებში ვახსენეთ ესეთი რამე, რომ სტანდარტულად სტუდენტები, ბავშვები ფილმებს და გრძელმეტრაჟიან მულტფილმებს ვეღარ უყურებენ. ბავშვები მე ვეღარ უყურებ. მე ვეღარ უყურებ, მაგრამ გეთახმებით. ანუ მართლა ესე არის, ესე იგი იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ამდენი ხნით კონცენტრაცია შეუძლებელია. ესეა ნამდვილად და აი გაკვეთილებსაც მაქსიმალურად ესე სილაბუსებს წერ ხოლმე, რომ ერთ რაღაცაზე ადრე მაგალითად კითხვის სექციაში ხა იცი ძველი სახელმძღვანელოები არ დავასახელებ რეკლამა რო არ ეგონოს ვინმეს, ძველს გულისხმობ გამოცდილს. ეს reading-ის სექცია ყოველთვის არის ხოლმე დიდი. და ეს დიდი იმიტომ არ არის რომ რაღაც მოსაწყენი უნდა იყოს. უბრალოდ ამას აქვს თავისი სიღრმეში ეს რაღაც immersion თუ არ გააკეთე, ვერაფერს ვერ გაიგებ, ხო? და ეხლა მაქვს ხოლმე თითო აბზაცი ან ორი აბზაცი, იმიტომ რომ ყურადღებას ვერ აჩერებს. ან ეძინება და უნდა შეცვალო მე რაღაცა უკვე active recall-ზე გადავდივარ, რაღაცას მე კითხვას უსვამ, რომ არ არის. თავიდან ეხლა მე რატო ამბობ ამას? თავიდან ესე არ იყო. აი ხო რაღაც 10 წლის წინ ხო პატარა დრო არ გავიდა, თავიდან უფრო მეტი ჩართულობა იყო. და ეს არ არის ადამიანის არც ნიჭზე, არც უნარზე, ეს არის მისი ყოველდღიურობა. და მე პირადად ამ ყველაფერს ვებრძვი ბჭყალებში იმით, რომ ვცდილობ და ისედაც მიწევს პროფესიულად ყოველდღიურად კითხვას და გრძელი პოდკასტების და თქვა სხვა ფილმი იქნება თუ სხვა ყურება. იმიტომ რომ აი ვაძალებ ხანდახან ჩემ თავს, რომ ეს რეჟიმი გუნებაში შეიცვალოს რა, რაღაცა მოკლე რაღაცეები. ჩვენ მოზრდილები ვართ და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს საჭიროა. როცა საქმე ეხება ბავშვებს და თინეიჯერებს თუნდაც, როგორ ფიქრობთ, მშობლებმა უნდა აიღონეს როლი თავის თავზე, მასწავლებლებმა, რომ მიაჩვიონ ამ გრძელ კითხვას თუნდაც ფილმებს თუ როგორ თავისით ხომ ეს არ გამოუმუშავდებათ? ხო, ალბათ ერთობლივად ყველაფერი, იმიტომ რომ ხა ნებისყოფა და ზოგადად კრიტიკული აზროვნება ბავშვისთვის ჯერჯერობით ძალიან უცხოხილია გარკვეულ ასაკამდე. სანამ ეს ჩამოყალიბდება, მანამდე აუცილებელია რომ მშობელმა ხელი შეუწყოს, მაგრამ არც მოკლე, ესე ვთქვათ, ყურადღება მოკლეხნიანი და არც გრძელვადიანი ვერ ჩამოყალიბდება თუ არ არის ინტერესი. ეს სპარკი თუ არ არის, აზრი აქვს, ხო? ან ეს დაძალებიც არ უნდა მოხდეს. რაღაცა ინტერესი უნდა აღუძრათ და მე ხა ზირთად მოსწავლეებთანაც და ჩემ შვილებთანაც ჩემ შვილებთან მაქვს ხოლმე ესეთი კვირაში ერთი დღე ერთად სრულად ერთად ყოფნის და სხვა თემატიკაზე საუბრები გვაქვს ხოლმე და ისეთნაირად ვაორგანიზებთ ისეთ ჩართულობას ვაკეთებ, რომ იყოს საინტერესო. თუ საინტერესოა, აი ეს ჩართულობა იქნება, მაგრამ თუ საინტერესო არ არის, რა თქმა უნდა, მარტო იმიტომ რომ ესე დაждდეს დიდხანს, ეს არ იმუშავებს, რა თქმა უნდა. კარგი, იცით რა მითხარით? რა მოგცათ სასულიერო განათლებამ ისეთი, რაც მასწავლებლის პროფესიაში გამოგადგათ და პირიქით? ხო, ეს სასულიერო განათლება და უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ჩემთვის მოდი ესე რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს. ერთი არის ქრისტიანული, მოდი მარტივი ენეროინით რო იყოს მაყურებლისთვის, არის დოქტრინალური ქრისტიანობა, ფილოსოფიური ნაწილი, ასე ვთქვათ, ანუ თეორიული ნაწილი, ცოდნა ღმერთზე, ცოდნა ადამიანზე ზოგადად და არის ანთროპოლოგიური ნაწილი. ანთროპოლოგიური ნაწილი არის უკვე ურთიერთობები. აი ჩემი ყველა მთელი ცხოვრება საქმიანობა რაც მიკეთებია როდესმე პროფესიულად თუ ჰობის კუთხით, იყო აი ადამიანებთან ურთიერთობის ფორმატი. პირველივე სამსახურებიდან დაწყებული 18 წლიდან მუშაობდი. და შესაბამისად მომცა ძალიან მნიშვნელოვანი რამე მღვდლობისთვის, მასწავლებლობამ ესე ვიტყოდი, არა მარტო მღვდლობამ და თეოლოგობამ, არამედ მასწავლებლობამ და პირიქით. აი მარტივ მაგალითს გეტყვით, რომ ძალიან ხშირად პედაგოგიური მიდგომა გამომიყენებია მღვდლობაში და პირიქით მღვდლობის რაღაც გამოცდილება აი ადამიანი თქვენს ქონია შემთხვევა ატყობ რაღაც განსასწრელია, ხო? ჩაგერთო ზარზე რაღაცა ნამტირალებია, რაღაც პრობლემა ეს ემპათიაც გამომიმუშავ და ან ხანდახან არის ხოლმე რომ თავის დაჯერება აკლია. ანუ გარკვეულად ფსიქოლოგი მოძღვარი და მასწავლებელი რაღაც ერთი სიფტყეა ჩემთვის. ანუ მე ამას არ უყურებ როგორც სხვადასხვა მიმართულებას რა. აი ამასთან დაკავშირებით მაქვს შემდეგი კითხვაც. არის თუ არა ქადაგება გარკვეულწილად გაკვეთილი და კარგი გაკვეთილი გარკვეულწილად ქადაგება?
მე ვიტყოდი რომ დიახ, უბრალოდ განსხვავება შეიძლება ქადაგებასა და თქვა პედაგოგიკას შორის ის იყოს რომ ჩართულობა ქადაგებაში უფრო ძალმხრივია და გაკვეთილში უფრო ინტერაქტიულია, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ კარგი ქადაგება ავტომატურად იმ ნიშნებიდან და იმ საინფორმაციო ველიდან თუ პრობლემებიდან მომდინარეობს ყოველთვის, რომელიც არსებობს. მე არასოდეს არ ვქადაგებ და არც ერთი მოძღვარი, ვისაც ვიცნობ, განყენებულ თემებზე. ანუ შეიძლება ქადაგებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არაეფექტურია. არაეფექტურია იქადაგო იმაზე, რაც ადამიანისთვის საინტერესო არ არის. შესაბამისად, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი იკვეთება ერთმანეთში და ჩემთვის პირადად ეს ორი ერთი დიდი პროცესის ნაწილია, როგორც წევამ თქვენ. კი ბატონო. ფსიქოლოგი ახსენეთ ზუსტად. ხშირად ამბობენ და ჩვენც ხშირად ვიმეორებთ, რომ კი, კარგი მასწავლებელი გარკვეულწილად უნდა იყოს ფსიქოლოგიც. რამდენად ხშირად არის ინგლისურის პრობლემა, ანუ როცა ადამიანს აქვს ინგლისურის პრობლემა, რეალურად მისი ფსიქოლოგიური პრობლემა? მოდი თქვენი გამოცდილება საინტერესო იქნებოდა თუ ამ ფორმატში გულისხმობს ეს გადაცემა, რომ თქვენი გამოცდილებას მითხრათ, მაგრამ მე რა თქმა უნდა პირველი გიპასუხებ. კი, მე გაგიზიარა. დიახ, ჩემთვის საინტერესოა თქვენი გამოცდილებაც, მინიმუმ 50% ჩემს შემთხვევაში. კომპლექსურია ხოლმე და აი ყოველთვის პირველი გაკვეთილი, როდესაც მაქვს ხოლმე მოსწავლესთან, ყოველთვის არის სატესტო გაკვეთილი. მოწერითი კითხვა, საუბარი და ასე შემდეგ. და აი ყოველთვის, აი თითქმის ყოველთვის მისი თვით შეფასება არის ხოლმე არასწორი. ან არის ზედმეტად ამაღლებული, იშვიათად, ან არის ძალიან ესეთი დაბალი თვით შეფასება და თავიდანვე თუ ეს პირველ გაკვეთილზე არ დავადგინეთ, პირდაპირ შევაგდო საკლასო სივრცეში და მივაყარო მასალა, ამიტომ მე როდესაც ახლა რაღაც ისე არ გამიგოს მაყურებელმა, მაგრამ დოსიებს ვაკეთებ მოსწავლეებზე. ანუ მისი, თქვა, აი რა სიამოვნებს, რა თემებზე არ სიამოვნებს, თქვა, აი არის ახლა აქაც ძალიან პირადი სივრცის დარღვევა რო არ გამოვიდეს ხოლმე. არის რაღაც თემები, რასაც არ ვეხები, თქვა, შევატყობ რო ოჯახზე საუბარი, ვაჩერებ. ანუ ფსიქოლოგობა მოიცავს ამას. ეს ოღონდ არის ბუნებრივი ფსიქოლოგია ქვია. სხვა შორის ფსიქოლოგიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ეხლა მაგ მეთოდებით. მაგრამ არ არის აუცილებელი პროფესიით. არ არის, ხო, ბუნებით ფსიქოლოგია, ესე გამოცდილებითი ფსიქოლოგია. აბსოლუტურად ყველა პედაგოგი, ვინც ერთი წელი მაინც პედაგოგია, ის ავტომატურად უკვე გამოცდილებითი ფსიქოლოგია. ასე რომ მოძღვარიც ალბათ გარკვეული არის. ხო, აი მაგაში აბსოლუტურად გეთანხმებით, შემიძლია იგივე ვთქვა, მეც იგივე შემინიშნავს, რომ როგორც წესი ინგლისურის არ ცოდნა, ან უბრალოდ ის მიდგომა, რომ მე ვერ ვისწავლი, არ შემიძლია, როგორც წესი გამომდინარეობს იქიდან, რომ თავისი თავის არ სჯერათ. და ეს საიდან მოდის უკვე რა თქმა უნდა სხვა ფაქტორია, შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეს დიდწილად, შეიძლება მე რეკონდეთ ასე ვთქვა, ცუდი გამოცდილება, ან უბრალოდ, აი ზოგადად არც ერთ ასპექტში არ აქვს ეს თავდაჯერებულობა და თავისთავად ეს ინგლისურზეც მოქმედებს. და შესაბამისად, ალბათ ჩვენი როლი პირველ რიგში ეს არის, ხო, რომ რაღაც მიდგომა ვიპოვოთ და უფრო დავაჯეროთ საკუთარ თავში, ალბათ ამას ვცდილობთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, ანუ რეალურად პროგრესი მოგეხსენებათ თქვენ ჩემზე კარგად, რომ არ არის მხოლოდ, ესე იგი, რაღაცა linear progress, ეოცებ, გაზომვადი პროგრესი არ არის. ხან არის რეგრესი, ანუ რეგრესიმ გაგებით, რომ თითქოს სტაგნაცია გვაქვს, მერე არის უცებ აი გამოვიძინა რაღაცები ნახტომი აქვს, მერე ისე განსაკუთრებით უკვე როდესაც საქმე ეხება B1, B2, ეგ არის აი კატასტროფული თვითდაჯერების ვარდნა, სულ, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან ერთ რამეს, რომ B2 არ არის ორთვიანი, სამთვიანი კურსი. B2 არის ძალიან დიდი ხანი. დიდი პროცესი. აი ხა მე ამას რომ TFL კურსებზე რომ მქონდა ეს ლექციები, მე გავუოცდი, არ ვიცოდი, ამდენი წელი ვასწავლდი, არ ვიცოდი რომ რამდენი ხანი და რამდენი საათი თურმე ჭირდება 0-დან B2-ზე ასვლას და ზოგადად B1-დან B2-მდე ასვლას. ამიტომ ამ პროცესში თუ მასწავლებელი მაქსიმალურად ემპათიური არ არის და არ ამხნევებს. ახლა ეს გამხნევება უნდა არ უნდა გადაეზრდოს დათვს ამ წყურში, რა თქმა უნდა. იქ რაღაც ხანახან სიმკაცრეც აუცილებელია, მაგრამ აი ამ ზომიერების ფარგლებში აუცილებელი არის ემპათიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ მოსწავლე აი მეგობრად ჩემ შემთხვევაში აი ყოველდღიურად ვახსენებ, რომ აი ვაიმე რაღაცა ისე, მეთქი აი აბა გაიხსენე. აბა წინაზე გახსოვს ამას ვარ და მე კი მართალი ხარ. მე უკვე
აი სხვა შორის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია B1-დან B2 დონეზე და ეს ზოგადად კარგი B2 დონის მქონე რას მოიცავს ზოგს გონია რომ ერთ course books და workbooks თუ დაასრულებს ის უკვე ეს გააკეთებს Google-ში და B2-ია უკვე ავტომატურად. იგივე მოსაზრება არის ხანდახან C1-ს და მე ყოველთვის ვამბობ რომ ერთი წიგნით მიუხედავად იმისა რომ დავასრულე C1-ის დონის წიგნი, course book-ი და workbook-ი, ეს არ აღიქმება როგორც C1 დონის ცოდნა, ხო? კი, თქმა უნდა. ამას რა უნდა, როგორ უნდა შეავსონ ეს ყველაფერი, რას ურჩევთ ხოლმე? იცით როგორ არის ზოგადად მე სულ ეს რამეს ვეუბნები მოსწავლეებს, რომ ანუ რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ ენაში, უფრო ხვდები რომ მთელი სამყარო გაქვს კიდე წინ, რეალურად. ძალიან ბევრი YouTube-ზე არის პოდკასტები, სხვა ფილმების ტრანსკრიპტები, სხვა განმარტებები და იქ ხვდები რომ ერთი არის ტექსტბუქების ინგლისური, რეალურად ტექსტბუქები ეს არის ერთგვარი რაღაცა შესავალი იმ დონეზე. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ის unit-ები, ის სხვა სავარჩევები, ის სიტყვები, ვოკაბულარი ავიღოთ, ხო, რაღაცა თქვა აი თემები არის პოლიტიკა B2-ზე, C1-2 მაგალითად არ დავასახელებ წიგნებს. მაგრამ იმის მიღმა ჩვენ ხედავთ, რომ იგივე კოლოკაციები, იგივე ფრაზები, იგივე იდიომები სხვა კონტექსტშიც გამოიყენება. სლენგური ფორმებიც არის, ამერიკაში სხვანაირად, ეს არის დაუსრულებელი გზა. და მიდგომა ადამიანს მოსწავლეს, მასწავლებლად არ აქვს მნიშვნელობა, არ უნდა ქონდეს ისეთი, რომ მე რაღაცა უნდა დავასრულო. რეალურად ეს სად უნდა იყვნენ ამ პროცესში, რომ აი ამ ჩარჩო როგორც ახსენეთ, აი ამის დაძლევის შემდეგ გრძელდება განვითარება რა. აი ეს განცდა თუ ადამიანს არ ექნება, რა თქმა უნდა, გაზომვადია პროგრესი ხა ისე მაყურებელმა არ გაგვიგოს, რომ ჩვენ უსასრულოდ ვამეცადინოთ. ადამიანები მე მაგ გარკვეული ვადები ჩემს კურსებზე ხელშეკრულებასაც ვფორმებ და ყველაფერი რომ მაქსიმალურად გამჭირვალეთ იყოს. ხო, ვადგენთ და ვამბობთ რომ აი ამდენი თვე როგორც წესი საჭიროა ამის დასაფარად, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს რომ იმის იქით არაფერი აღარ არის, ხო? რა თქმა უნდა, C1 ახსენეთ, C1-ს კიდე თავისებურებები აქვს პრაქტიკის გარეშე C1 არ არის. B2 კიდე შეიძლება ხანდახან იქ რაღაც ვინმესთან ისე, C1 არის უკვე ძალიან მაღალი ფლობა ენის. როცა შენ უკვე სტრუქტურა კი არ გესმის და საუბრისას იმაზე კი არ ვფიქრობ, ეხლა სწორად თქვი თუ არა. საერთოდ არ გაინტერესებს, გძნობ უკვე ქართულად ეხლა იცი მაგალითად როგორ სიტყვა შეთანხმება, როგორ აწარმო, თქვა ინგლისურად რა ენაც იცი. შესაბამისად და ამასთან სხვა შორის საინტერესო ფაქტია, რომ რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით უფრო ნაკლებად ნერვიულ უფრო შეცდომა დაუშვი. ანუ საუბარ შეცდომა ყოველთვის იპარება და ეხლა არავინ არ თქოს უშეცდომა. Native speaker-ები უშვებენ, აი ყავს ეხლა მინდოდა მეთქო ქვეყანა, მაგრამ მიხვდებოდა ვიზეც რომ აღარ ვიტყვი. მეგობარი მყავს native ქვეყანაში, native-ია და ერთხელ რაღაცა გაუსწორე და ესე ეწყინა და მე რა ვქნაო მე ამაზე არ ვფიქრ, სამგოთ მე უფრო კარგად ესენი ვიციო და მეჯიბრებოდა მე რეალურად ვერ ვაჯობებ თავისთავად, მაგრამ ისინი არ ფიქრობენ. და ჩვენი პრობლემას და ხშირად ეწერან კომპლექსი რო ახსენეთ, ჩვენი პრობლემას ეს არის, რომ შეზღუდულობა არ გვაძლევს საშუალებას განვითარების. თუ არ გაბედე და თუ შეცდომა არ დაუშვი, ვერასოდეს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებ შედეგს და იქნები რაღაც გაყინული, არ დაილაპარაკებ, იქ ძალიან საბაზო კონსტრუქციას გამოიყენებ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ყოველთვის ურჩევ ხოლმე ჩემს სტუდენტებს, მოსდილებს, ვისაც ვასწავლი, რომ ყველა შანსი, ნებისმიერი შანსი გამოიყენონ, როცა აქვთ ინგლისურად საუბრის საშუალება სადმე გარეთ, ან კლასის გარეთ, რა თქმა უნდა, თორემ კლასში რა თქმა უნდა, სულ ინგლისურად მიდის პროცესი, მაგრამ აი როდესაც ამბობენ, რომ იცი, გუშინ სტუმარი მყავდა და ისე დავიბენი, ენა ვერ ნოსქვენი ავამოძრავ, ვერაფერი ვერ უთხარი, ვაიმე რა გავაკეთო. არ უნდა შეგეშინდეს შეცდომის, მაგრამ ალბათ იცით რა არის, სათქმელად ადვილია და რეალურად საქმეზე რომ მიდგება, მაინც უმრავლესობას ეს პრობლემა აქვს. აი რამენაირად ურჩევთ, როგორ გადალახონ ეს პრობლემა. აი უბრალოდ დადგე და ილაპარაკო და არ შეგეშინდეს, ჩვენთვის მარტივია თქმა, მათთვის არ არის ეს მარტივი. კი, ну ზოგადად პირველ რიგში საგაკვეთილო პროცესს ვთილობ ისე ალბათ ეს პრობლემა უფრო არის ხოლმე დამწყებ საფეხურებზე. ერთამდე ასე ხო, რატო? იმიტომ რომ მათთვის ის თქვათ კონსტრუქციები, რაც უსწავლიათ და რასაც სწავლობენ, მე მაქვს აი შერჩეული წლები, არ ვიცი ალბათ ესეთ ცვალებადი სახელმძღვანელოებში ალბათ მარტო მე ვარ, მაგრამ წლებია აი სულ რაღაცას აქედან ეს ხშირად მეკითხებია ხოლმე. დამირეკავენ ხოლმე და რომელი წიგნი დამზადებ აი მაგაზე მეცინება რა, ანუ აი იმდენი წიგნი მაქვს და იმდენი მასალა, ზოგი წიგნიც არ არის შეიძლება 40 გვერდიანი PDF ფაილია და ისეთია რომ ეგეთი სხვა არ არის.
მაგალითად A1 დონეზე ისეთი მასალები მაქვს, რომლებიც 10 წელი აღარ იბეჭდება, ცოტა მოძველებული კი არის, მაგრამ იმ ბიომექანიკას ავითარებს, რაც ის სჭირდება, ეს fluency-ს ანვითარებს პირველ ეტაპზე, ხო და პირველი შიგში ვცდილობ მოკლედ რო ვთქვა, ეს ყველაფერი გამოვიდეს თვითონ პროგრამულად, ანუ ის სხვადასხვა სიტუაციებში. კი, ცალკე გრამატიკა, ცალკე ვოკაბულარი, ანუ არის ამის სახელმძღვანელოები, თქვენც იცით, რომლებიც ერთიანად მიუყვება პროცესს, ანუ ერთად აკეთებ იმ გრამატიკასაც, იმ რაღაცა დრილსაც, ბევრჯერ გამეორებით, იმ სავარჯოც ისეთია, რომ საუბარი შეძლო ეს ერთი. და მეორე უკვე soft skill-ი, რომ ასე ვთქვათ, ადამიანმა ისაუბროს, ესეთ მარტივ რამეს პირველივე გაკვეთილზე უხსნი ამას. წესები მაქვს, soft skill-ები მაქვს, უკეთესი საუბრისთვის და რომ შიში, აი, რაც პირველი თავში აზრად მოგივა, რა თქმა უნდა, დაფიქრების შემდეგ ეგრევე უნდა თქვა. როგორც კი გონებაში იწყებ გადაკეთებას, სიტყვების, რაღაცა მოდი ესე ვიტყვი, მოდი მიზანმიმართულად მეორე კონდიშნალს ჩავსვა, ეს უკვე მთავრდება მათ განვითარება. ამიტომ ეს უკვე ხდება რაღაცა აკადემიური სისულელი. მეორე ასევე რაც ხელს უშლით, ჩემი აზრით, განდა იმ განწყობისა და ფსიქოლოგიაზე რო ვისაუბროთ მარტო, ეს არის თარგმნა, გონებაში თარგმნა. ეს დიდი პრობლემა და აი ამის, ის თქვა, სულ ვცდილობ, რომ აი ვატყობ ახლა ადამიანსაც რომ მეუბნება, შენახე გადათარგმნე ახლა, იმიტომ რომ ეგეთი ფრაზეოლოგი არ არის, კონსტრუქცია არ არის და ხშირად რაც უფრო მაღალ დონეზე ადის ადამიანი, ამას ხვდება. მაგრამ სანამ მიხვდება, მანამდე უნდა ეს ჩვევაში არ ჩამოიყალიბოს, რომ არ თარგმნოს წინადადებები. ეს არის დიდი პრობლემა და ბოლოს რა თქმა უნდა გამხნევება, მუდმივად გამხნევება, გააგრძელი, აი ვატყობ, რომ შენელდა ცოტა, აი ვაწვევი მე, რომ აბა მიდი, აბა მე სხვა თემაზე გადავდივარ, აბა რაღაცა კიდე სხვა, რომ არ ჩაქრეს. თუ ჩაქრა, მე ეს ჩაქრობას ჩვევაში გადადის მე და მოკლედ თელი ამბავი. ეს თარგმანი, რაც ახსენეთ, ნამდვილად ძალიან დიდი ბარიერია. და ესეც ალბათ სათქმელად ადვილია, რომ უთხრათ არ თარგმნო, შენ ინგლისურად იფიქრე. მე ვაძლევ ხოლმე რჩევებს, მაგალითად, ეს საკმაოდ ცნობილია, მარტო ჩემი გამოცდილება არ არის, რომ აი ყველაზე მარტივი იმით დაიწყონ დილიდან, რომ გაიღვიძებენ ინგლისურად, დაიწყონ, ხო, აი, უბრალოდ ინგლისურად გაიფიქრონ, ეხლა აი ეს უნდა გავაკეთო, ავდგე, თუნდაც ხელპირი დავიბანო, ეს ყველაფერი ინგლისურად რომ მოხდეს. ანუ ეს მე ვთვლი რომ რაღაც მოკლე დროში არ შველის, მაგრამ ყოველდღიურად რამდენიმე წუთი მაინც თუ ამას დაუთმეს, საბოლოოდ მიიყვანს შედეგამდე რომ არ თარგმნონ? დიახ, ნუ რეალურად ჩვენ ხომ თავხდებით, რომ ენა არის უნარი და არა ცოდნა. და შესაბამისად, უნარში, როდესაც ჩვენ გადავიყვანთ ფიქრს, იქ უკვე ფიქრის კომპლექსურობა კი აღარ არის სირთულე, ანუ არის ჩვევა, როდესაც ჩვენ ფიქრობთ ინგლისურად. აი, ბავშვები მომყავს ხოლმე ძალიან ხშირად მაგალითად მოსწავლეებთან, რომ ბავშვი არ ფიქრობს, ეხლა ჯერ ერთი გადათარგმნას არ ცდილობს, იმიტომ რომ მარტო ერთი ენა იცის. მეორე არ ეშინია შეცდომის დაშვების, იმიტომ რომ მას აქვს ინტერესი. მე თუ შენ გაგაგებინე, მე დაუბრუნდე ხა იმ ძველ იმაში და მოდი მე მგონი ეს არასწორად თქვი, არ ჭირდება. ანუ ჯერჯერობით შენი ამოცანა არის რომ გამაგებინო, მე ამოცანა იქნება რომ უკეთესი ვარიანტი გამოიყენო, მე ბოლოს უკვე ასე შემდეგ. ანუ აი ამ პროცესში თარგმანს ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ უბრალოდ უთხრა რომ ის ხუმრობა რო არის ხოლმე თანამედროვე ფსიქოლოგებზე, რომ აი თუ გინდა რაღაც წარმატებას მიაღწიო, მიაღწიე. ხო, ანუ ესეთ მიდგომით რა თქმა უნდა წინ ვერ წავალ. მაგრამ შესაძლებელი არის სწორი მექანიზმების გამოყენებით, რომ ადამიანს გაუმარტივდეს და ჩვევაში რომ გადავიდეს და მე უკვე გაიაზროს ზოგს აი რა გონია იცი ინგლისურად ფიქრი, მაინდა-მაინც იმას ნიშნავს, რომ შენ რაღაცა ეგზისტენციალურ თემებზე იფიქრო. თქვენ სწორად აღნიშნეთ, აი ელემენტარულად წვიმს რო თქვა ინგლისურად, ხო? A1 დონეზე შეუძლია ადამიანს ეს თქვას. აი ზოგადად რატომაც არ უნდა გადათარგმნოს კიდე, ესეც არის, ხო? აი ეს მაგალითი მომყავს ხოლმე ხშირად. ქართულად არის წვიმს. ინგლისურად გჭირდება 3 სიტყვა, თუ პერფექტია კიდე მეტი და აი მთელი ამბავია. ეს არის თან უმარტივესი კონსტრუქცია, მაგრამ აბა როცა რთული წინადადებები, ეგ საერთოდ იცვლება ყველაფერს. და იცით, აი მეორე საღვნიშნავ გონიათ ხოლმე, რომ ინგლისურად ფიქრი მარტო მაშინ არის საჭირო, როცა რეალურად ვინმეს ესაუბრებიან. და ხშირად სიახლეა ხოლმე და ვუკვირთ, რომ უი, კი არ მიფიქრია, რომ შემიძლია ყოველდღიურად აი დილიდან ეს მე გავაკეთო მე თვითონ. ხანდახან ვურჩევ ხოლმე ხმამაღლაც, იცით, საუბარს. კი, მეც, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც გახმოვანებულია, გაცილებით უფრო ეფექტურია, კი. არა, იცით, თქვენთვის თუ ვთქვამთ, აი კი ვისაუბრებ, მაგრამ ვერავინ რო ვერ შემისწორებს. ეგეც ჩემი აზრით თითქოს გამოწვეული მიზეზია, იმიტომ რომ ისევ და ისევ შეცდომა არ სწორდება, აი ვიღაცის გასწორებით
შეცდომა არ ანულირდება. პრინციპს მე როცა იქნება შენ თვითონ მიხვდები, თან ჩვენ რას ვხვდები, იცი? რას ვხვდებით, იცი ადამიანები, რომ გრამატიკა წიგნებში არ არის, ასე ვთქვათ, ამომწურავი. ხო, ძალიან ბევრი გამონაკლისი გვაქვს, ძალიან ბევრი ცოტა ხარვეზიც გვაქვს ამ კუთხით. არის რაღაც ვთქვათ, ამერიკულ ინგლისურში იგივე გრამატიკაში ინგლისურში სხვანაირია. ისინი პერფექტებს ვთქვათ, სხვანაირად იყენებენ იქ. ანუ არის ნიუანსები, რაც მოითხოვს ინტუიციურ გრამატიკას. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მე არ მჭირდება მაინც და მაინც რაღაც წინადებას რომ ვამბობ, გამახსენდეს წესი. როგორ უბრალოდ გავიგონო. ფონეტიკურად და თუ ოღონდ ამას რეალურად არ იტყვი, ვერასოდეს ვერ გაიგებ ეს ინტუიციური გრამატიკა გაქვს თუ არა. და ნუ უბრალოდ შეხვალ საიტზე გააკეთებ სავარჯიშოებს, აიღებ რაღაც ვთქვათ ბიორი დონის მას, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ გამოიგებ. აი მაგ თემას მოვაყოლებ სადღაც 1-2 დღის წინ ტესტს ვაკეთებდი სტუდენტთან და მითხრა თუ მე ხმამაღლა არ წავიკითხე და არ გამოვთქვი, ვერ ვაკეთებ, არ მისმის ეს შეცდომა და თუ გავიგონე და ეს დავუშვათ ABCD რაღაც ოფშენები ჩავსვი, ხმამაღლა მესმის და როგორც წესი სწორად ვაკეთებ. გსმენიათ ესეთი არგუმენტი? სხვადასხვა კი, როგორ არის ცით ჩვენ ახლა დამახსოვრებაზე რომ ვსაუბრობთ, აი მნემონიკური პრინციპები ყველას აქვს განსხვავებული. ზოგს უფრო ფოტომეხსიერება აქვს, ზოგს ვერბალური, ზოგს რაღაც ხმოვანი ბგერითი და ზოგს წერითი. აი მაგალითად ზოგმა თუ არ ამოიწერა, ხო, მე ვეუბნები რომ ყველა ინსტრუმენტი ჩართე. ანუ მე ხო ეხა იქ ვერ გავარკვევ, ვთქვათ, ყოველთვის მოსწავლესთან ამ ფსიქოლოგიურ მნემონიკაზე ვინ როგორ უკეთესად სწავლობს. ამიტომ ვეუბნები დაწერე კიდეც, ამოიწერე კიდეც, ხმამაღლაც თქვი, მერე მოусმინე კიდეც. მე აი მაქსიმალურად აი რეალურად განსხვავება ჩვენ რა გვეშლება ხოლმე ხშირად. აი ყოველ ჯერ ერთი პირველ რიგში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე აუცილებლად პრაქტიკა და ამის გარეშე თუ ადამიანს იმედი აქვს რომ მარტო მასწავლებელთან იქნება შედეგი, მაგრამ ძალიან ნელი ალბათ და აი დაახლოებით ესეთი შედარება მომყავს ხოლმე რომ მასწავლებელი გეხმარება რომ მანქანა დაგუქო. მაგრამ თუ შენ ადგილზე იდგები და არსად არ წახვალ, კი, მანქანა იქნება, ძრავის ხმას გაიგებ, მაგრამ ვერცად ვერ წახვალ. ხო და ამიტომ ეს დაგუქვაში შეიძლება რაღაცა ხარვეზი აქვს, არ იქოქება რაღაცა ზეთი უნდა ამაში მასწავლებელი გეხმარება, მაგრამ ეს გზა მე უნდა გაიარო მარტო. აი ეს არის კიდევ ერთი პრობლემა მასწავლებელზე დამოკიდებულება. ძალიან დიდი. სწორად თქვი, არ ჭირდება ამდენი რამე, ანუ უნდა მაქსიმალურად დამოუკიდებლად ვეცადოთ ასე ვთქვათ პრაქტიკა. ხო, აი წეღან თქვენ რო აღნიშნეთ აი მოსმენაზე და ასე შემდეგ. როგორი ჩემი აზრით მნემონიკურის არ უნდა ქონდეს ნიჭი წერით იქნება თუ მოსმენით. active recall თუ არ გაკეთე და აზრი არ აქვს. მაგალითად აი ამ მეუბნებიან რომ ფილმებს უყურებთ. კარგია, რამდენი ფრაზა ამოიწერე? არც ერთი, ხო და რეალურად მე ტვინი რას ეჩვევა? ხო, ჩემს კარგად იცით, ისმენს რაღაცას, შინაარსი გამოაქვს, მაგრამ ის რაღაცა ფრაზა კიდევ ერთი შეცდომა, რატო ამოვიწერო ეს სიტყვები ვიცი. ხო, მაგრამ ეს ერთად რო არის ხო არ მოგისმენია? ესეთი კონსტრუქცია ხო არ მოგისმენია? ხუმრობით კილოში რო ესეც შეიძლება და ხო არ იცოდი? ხო და ამის ამოწერა, მერე გამოყენება, ეს არის აქტიური და ეს მარტო ენაზე არ არის. ნებისმიერ მიმართულებაზე ეს. ზუსტად იმას ამბობთ, რასაც მე ვიმეორებ ხოლმე. ხანდახან კიდე ხშირად ამბობენ, რომ რა ვქნა მეტი ფილმებს უყურებ, პოდკასტებს უსმენ ყოველ დღე საათობით. მერე ანუ ამუშავებ ამას რამეში იყენებ. არა, თუ არა ეს არის პასიური, რომელიც იმ მომენტში შეიძლება რაღაცა გეგონოს, რომ დაგამახსოვრდე. შეიძლება ვერც გაიგო. აი ეს ტვინს აგეს თავის მოტყობის, რომ თითქოს გაიგე, მაგრამ ვერც ვერ გაიგო. შეიძლება, კი, ან გონია რომ სწორად აღიქვი, მაგრამ არ აღიქვი. მოდი ამ კითხვას დავსვამ. თქვენი აზრით, ვინ უფრო სწრაფად აღწევს შედეგს? ნიჭიერი სტუდენტი თუ დისციპლინირებული სტუდენტი? ძალიან რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ მართლა ინდივიდუალურია ჩემ შემთხვევაში. მაგრამ საერთო ჯამში ალბათ უფრო დისციპლინირებული რა. ჩემი გამოცდილებით შეიძლება ვწდებოდე საერთო სტატისტიკით, მაგრამ პრობლემა რაშია? ენას უყვარს პრაქტიკა, ხო? ეხლა ეს ახალი არ არის და უნარებს ზოგადად. და როდესაც არის ნიჭი რეალურად ამ ნიჭის ხალხ საუბარი ოღონდ ნიჭიერი და ზარმაცი უნდა იყოს, ხო? ბუნებრივია თუ ახლა თუ ნიჭიერი და დისციპლინირებული ძიგ უკვე, ხო? ნიჭი გვაძლევს სისწრაფეს, ათვისების სისწრაფეს, მაგრამ საერთო დიაპაზონში მე რომ პოლია მოსწავლე, ნიჭიერი მოსწავლე და დისციპლინირებული და ეს ზარმაცი და ის არა. საბოლოო ჯამში ან ერთნაირი შედეგია და ან და კიდე გაცილებით უწევს დისციპლინირებული. ტურის მოკლევადაში კი ამის გამოვლენს, მაგრამ შესაბამისი პრაქტიკა რო არ ხდება, შემდეგ მაგ არ არის გენიოსებზე საუბარი, ხა პოლიგლოტებზე, ადამიანები ხა მე მყავდა ერთი მეგობარი,
გარდაიცვალა სამწუხაროდ, ანუ რა ქვეყანაში ჩავიდოც უფროსი იყო ჩემზე ასაკი, რა ქვეყანაში ჩავიდოდა იმ ენაზე იწყებდა საუბარს ერთ კვირაში. მე რა ვიცი, თითქმის ყველა ქვეყანა მოვიარე და რაღაცა მარტო სემანტიკურად თუ გავახმოვანე ენა, ვერაფერს ვერ ხვდები, მაინც ხო, ამიტომ ეს ნიჭია. მაგრამ ჩვენ თუ ზოგადად აი ენის ნიჭას წარმოჩენას დიდი პრობლემა მგონია მე. ანუ დაახლოებით იგივე, ახლა მე ნიჭი მაქვს ჭამის რო თქვა, ხო, ან ასე შემდეგ. იმიტომ რომ რეალურად დასაჯურის ენა და რელიგია ძალიან ახლო არის ერთმანეთთან და სულთმოფენობა ქონდა ცოტა ხნის წინ. ენა, ასე ვთქვათ და სიტყვა, ლოგოსი მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთაებრივ საწყისთან. შესაბამისად, ადამიანის ენა ფაქტობრივად ღვთაებრივია. ამიტომაც ესეც საკრალურია ბაბილონის გოდოლი გვახსოვს ჩვენ ისტორია და სულთმოფენობა დიამეტრალურად საპირისპირო მდგომარეობა. სულთმოფენობა სხვადასხვა ენაზე საუბარია, მაგრამ ერთმანეთის ესმით და ბაბილონის გოდოლი პირიქით. ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენ არა მარტო უცხო ენაში უნდა გავუგოთ ერთმანეთს, რეალურად ჩვენ ენაზეც ამის გააზრება გვჭირდება. და ენა ნამდვილად აი ღვთისმკურთხეული რაღაც ინსტრუმენტია. და ამ ინსტრუმენტის შესწავლასაც შესაბამისი მიდგომა ჭირდება და ნუ მაგრამ არა ის რომ კონკრეტულად ნიჭი იყოს როგორც მაგალითად სიმღერის ცეკვის რაღაც იქ თითქოს უფრო ნიჭის ელემენტი არის, მაგრამ არ არის ექსკლუზიური, ხო რაღაც ექსკლუზიური ნიჭი. მაგალითად მე ექსკლუზიურად არ მაქვს ხატვის ნიჭი, არც წერის ნიჭი. აი არადა სიცხვილეა ჩემთვის ბაბოჩემი არქიტექტორი იყო, მაგრამ საერთოდ არ მაქვს ეს ნიჭი. აი ხატვის ნიჭი თუ არ გაქვს, ხატვას ფაქტიურად ვერ ისწავლი, ხო ესეა. ეს შეიძლება ესთეტიკა მაქვს, აი ვარჩევ კარგ ნახატს, სულ ნახატს, აი ხატვარი მყავს მეგობარი, ერთი მრევლიც მყავს. ანუ აი ზუსტად ისევე უყურებ ხელოვნების ნიმუშებს. იტალიის რომშიც იქ ვატიკანის მუზეუმში აი აქტუალებული, მაგრამ რომ მითხრა რაღაცა კაცუნასაც ვერ დავხატავ ნორმალურად, ხო? ანუ ეს თანდაყოლილი რაღაცა ისეთი ღვთისაგან ჩადებული ნიჭია. ენასაც მოდი ესე ვთქვათ ბიბლია და ეკლესია უყურებს როგორც ნიჭს, მაგრამ ექსკლუზიური ნიჭი ყოველთვის არ არის. ანუ ენა არის თვითგადარჩენის ერთ-ერთი ფორმა და საბაზისო თქვა ჩადებული. სხვადასხვა ენა არ არის მარტო ვთქვათ ფონეტიკური არსებობს არაკო ვერბალური კომუნიკაცია, სხეულის ენა, ჟესტების ენა, თვალების ენა არსებობს. ამიტომ უბრალოდ ზოგიერთ ადამიანს ეს ფორმა უფრო განვითარებული აქვს. მაგრამ მე განვნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანს არ შეუძლია. აი მარტივად რო ვთქვათ, მე და თქვენ შეგვიძლია სირბილი, მაგრამ თქვენ შეიძლება იყოთ რაღაც ჩემპიონი, ხო? მაგრამ მე თქვენსავე შეიძლება ვერ გავირბინო, მაგრამ სირბილი შემიძლია ჩემში დევს ეს. გენეტიკურადაც და ისიც. ფიზიკური შესაძლებლობა არსებობს, კი. თქვენი გამოცდილებიდან რა არის წარმატებული მოსწავლეების მთავარი საერთო მახასიათებელი? ეს მაღალი თვითშეფასება დავარქვათ თუ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა თუ რა? გულისხმობთ ანუ ფსიქოლოგიურ უნარებს უფრო, ხო? თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ბიორის ერთთან ზღვარზე მყოფი მოსწავლეების მყოლია და ეხაც ყავს. და მუდმივად ვაჯერებ, რომ ისინი ბიერთები და ეიორები არ არიან. მართლა უყურებთ და თქვენს გეყოლებათ ტესტები. თავდაჯერება და ამპარტავნება ერთ-ერთი არ არის და რატო ეხა, როცა თავდაჯერება გვაკლია, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს და ეს არ არის თავდაბლობა, ეს ზოგს ეშლება ხოლმე. თავდაბლობა არის ამბობ იმას, რომ მე რაც მომეცა, ისაგან მომეცა და მე პირველად ეხა რაღაცას ვთვლობ, მაგრამ ღმერთისგან მაქვს და ამას იღებ. მაგრამ ეხა თავდაბლურად რომ მაგალითად გემის შტურმანმა თქვას, რომ მე ვერ წავიყვან, იმიტომ რომ ეხა მე ვინა ვარ, ხო, ეს ხო არასწორია. ანუ ის მას თავდაჯერება ჭირდება, ან პილოტმა მაგალითად, რამოდენიმე დღეში ფრენა მაქვს, ეს ასოციაციებზე ვარ, ხო და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თავდაჯერების მომენტი კონდეს, on არ უნდა გადავიდეს, რა თქმა უნდა, სიამაყეში და ვიღაცაზე ჯობნის სურვილში. ეს არის პირველი. და მეორე ჩემი აზრით ფაქტობრივად პირველ თვისებებს თუ ვიტყვით, ეს არის მიზანსწრაფულობის მომენტი რა, ანუ ადამიანს უნდა ქონდეს მიზანი. პირველ გაკვეთილზე როცა ადამიანი დიახ მინდა სწავლა. мотивация ძალიან მალე გადის. ენის სწავლაში, ვარჯიში, აი ზოგისთვის ინგლისური ენის სწავლა არის რაღაც ახალი new year's resolution-ის ვარიანტი, რაღაც. ასე უნდა გავაკეთო. ხო, აი რატო? აი მიზანი თუ არა გაქვს, ეს არ არის ის სფერო, ან იგივე რაღაცა six pack abs საფხულისთვის, რასაც მიაღწევ და გააგრძელებ. ეს არის მუდმივი განვითარება.
ამიტომაც სწორი მიზანიც აუცილებელია და თავდაჯერება ამ მიზნისკენ სვლაში. კი. ჩვენ ვახსენეთ, სანამ ჩაწერა დაიწყებოდა ონლაინ გაკვეთილები, როგორ მოხდა ონლაინზე გადასვლა, კოვიდი. მითხარით, აი რა მოხდა მაგ პერიოდში, როდესაც პანდემია დაიწყო, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში რა შეიცვალა? ну რეალურად მეგონა რომ ცუდისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ კარგისკენ შეიცვალა და როდესაც ხალხი ჩემ გარშემო სამსხურებს კარგავდა, მადლობა ღმერთს და მადლობელი ვარ ღმერთისა ამისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდა ჩემი გაკვეთილები და უფრო აქტიურად ჩავერთე. თქვენ მაშინვე მოახერხეთ, ან მალევე გადაეწყეთ? მალევე გადავედი, იმიტომ რომ მე ისედაც მოკლედ როგორც თევზის წყალში ისე ვიყავი ის ტექნოლოგიასთანაც და დროის კუთხით იმდენად დიდი დრო მეხარჯებოდა, ხა როგორია სასულიერო პირი ხარ, გაქვს ამხელა ვალდებულებები, პასუხისმგებლობები, რომლებსაც ხა გარკვეული გაგებით ვერ იტყვი, ხო, ეხლა რომ მე რაღაც მიზეზშედეგობრივი არ არის ფინანსურად, მოდი ესე ვთქვათ რა, გასაგები რო იყოს. და ამავდროულად შენს უკან არის თან ოჯახი და ამავდროულად გაქვს ვალდებულებები რეულთანაც. და ეს დროის დანახარჯი ძალიან დიდია, ტრანსპორტის დანახარჯი, ვთქვათ. და ამ ონლაინმა ფაქტობრივად მომცა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი დრო გამომენახა მოსწავლეებისთვის, შესაბამისად, ნაკლები დრო დამეხარჯა ნერვიულობისთვის და უფრო მეტად ჩართული ვიყო სასულიერო საქმიანობაში. რაუდნე პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, რაც უფრო მეტი დრო მაქვს მოსწავლეების, მეტი დრო მაქვს ასევე სასულიერო პირობისთვის. ნერვიულობა რატომ ახსენეთ? მაგალითად დაგვიანება? არა, აი რაღაც ისეთ ოჯახზე ზრუნვის კომპონენტით რა, იმიტომ რომ როგორ თავგანწირული რო ხარ რეულისთვის და ეს არის ნებისმიერი მოძღვრის კრედო, იქ შენი ოჯახი ზარალობს, ანუ ყურადღების კუთხით, თითქოს ფინანსური კუთხით, მაგრამ რეალურად ისევ და ისევ ჩემთვის დამატებით გარდა იმისა, რომ ეს არის ჩემი რაღაც პედაგოგობა, თავარი მოწოდება, რომელიც რეალიზ და მღვდლობაშიც დააკაც, ფინანსური სერიოზული დაზღვევაა ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ მიწევს ამაზე ფიქრი ყოველდღიურობაში ბანალურ დონეზე რო ვთქვა. კი ბატონო. და მოკლედ კოვიდი დაიწყო, თქვენ დაიწყეთ ონლაინ სწავლება. იმ პერიოდში კოვიდის დროს არავის არ ქონდა ესეთი მოთხოვნა, რომ მოდი ადგილზე მოვალ, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მაგრამ როგორც კი გაიხსნა ყველაფერი და მორჩა ეს პანდემია, ისევ და ისევ წამოვიდა ეს თემა, რომ არა მე ადგილზე მირჩევნია, ნუ ზოგს მაინც ონლაინ უნდა და დარჩნენ ონლაინ. როგორ ფიქრობთ, რატომ ურჩევნიათ მაინც ზოგ ადამიანს მიუხედავად ამხელა კომფორტისა, ადგილზე სიარული, დროის კარგვა, საცობებში გაჭედვა და ასე შემდეგ. ხო, დიახ, ნუ ალბათ ადამიანს ზოგადად ახასიათებს სიახლეებისადმი სიფრთხილე დამოკიდებულება, ხო? ჩვენ რაღაც ერთი გაკვალული გზა რო გვაქვს ცხოვრებაში, გონია რომ ის არის ყველაზე სწორი გზა. და არსებობს ეს სტერეოტიპი, რომ ფიზიკურად უფრო ეფექტურად ისწავლი და ნუ ონლაინი რაღაც ძველი დროიდან მოყოლი. დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ გადაცემამდე ვისაუბრეთ ამაზეც, რომ არსებობს უკვე ხარისხის დაცვა, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით ონლაინ არსებობს, უბრალოდ თუნდაც საბაკალავრო პირველი საფეხურის უნივერსიტეტში ჩაბარება სწავლა. ეხლა რა თქმა უნდა, ყველა პროფესიას ეს არ ეხება, მაგრამ ენის სწავლა არ მოითხოვს თავის თავში იმდენ პრაქტიკულ რაღაც ნიუანსს და ფიზიკურს, რაც ჩვენთვის ხელში შემშლელი იქნება. მეცაც გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურიც არის ონლაინი ხშირ შემთხვევაში, ვიდრე ოფლაინი, იმ მიზეზების გამო, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. და ასევე ძალიან ეფექტური არის იმ კუთხით, რომ სირცხვილის მომენტიც აქვს ახლა ზოგიერთ ადამიანს ბარიერი, იგივე მასწავლებელთან შიშის სინდრომი, არის ბევრი რაღაც ფსიქოლოგიური კომპლექსები, ასევე ნუ ქალბატონებს აქვთ ხოლმე რომ მოუწესრიგებელი ვარ, ეს რაღაც ისე ვარ, ამას ხსნის და ფაქტობრივად ერთ-ერთზე რჩები მასწავლებელი მოსწავლესთან. მეორე მხრივ ეს ადამიანებს, ვინც არიან ხოლმე მირეკავენ, რომ ოფლაინი მინდა, მეუბნები რომ მე ფიზიკურად გამოვიცხული, იმიტომ რომ ჩემი დატვირთვით ოფლაინი ვარ, მაგრამ რომ მქონდეს რომ არ ვატარებ. რატო? იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ თუ რაღაც შესაძლებელია, მე ესეთი შეიძლება ყოველას თავის მიდგომა აქვს, მაგრამ ის კონკრეტული რომ რაც ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს ონლაინ, მე მირჩევნია რომ ის ოფლაინ არ გავაკეთო. მეტიც აი რეულთანაც მაქვს ხოლმე ეს ხშირად რომ აი რაღაცა თუ შეგიძლია რომ ტელეფონით მითხრა ან მომწერო, ანუ ნველოდები შაბათ-კვირას რომ ტაძარში რომ მოხვალ და პირადად აქ არ არის საუბარზე და რაღაც სერიოზულ თემაზე. რატო? იმიტომ რომ დროს ვიგებთ, დრო ყველაზე ძვირფასია, ხო? და მაგალითად ზარის მე ცოტა ჩემი ისინი მაქვს ხოლმე ამ ხრივ რა უცნაურობები, მაგრამ ვიტყვი რომ აი მესიჯის მოწერაც ხანდახან მირჩევნია ხოლმე დარეკოს.
იმიტომ რომ დარეკვასთან ახლავს იქ აბა როგორ ახარ აბა რა შვები და ანუ რეალურად მე რაზეა საუბარი ყველასთვის მზად ვარ ყოველთვის, მაგრამ არის რაღაცეები, რაც შეგვიძლია დრო დავზოგოთ და რომ ესე რომ არ იყოს და ეხლა ეს მე და თქვენ რაღაც ეგზისტენციალური ზარ არის მონაგონი, ხო ეს პრობლემა. არსებობს მეც ვიყავი ფრეფლაიზე და ბევრი სხვა რესურსია, მაგის დავასახელებ იმე თუ ამოსაჭრელი ამოჭერთ მე. მაგრამ საერთაშორისო რესურსებზე ვიყავი და რავი ძალიან ბევრი სტუდენტია მსოფლიო მასშტაბით და არავის მსგავსი რამე აზრი არ უჩნდება, რომ აი ენას ვერ ვისწავლე. ალბათ პრობლემა ჩვენ როგორც გადაცემამდე ვახსენეთ არის ის, რომ გაუმართავი ციფრული კომუნიკაცია მასწავლებლის მხრიდან, ანუ ობიექტური მიზეზებით, რა ვიცი, დენი წავიდა მაგალითად რაღაც მსგავსი, შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. თუ ეს არის უბრალოდ ზარი, სადაც არის უბრალოდ ერთი-ერთზე საუბარი, ეს არ არის გაკვეთილი. ესე შეიძლება ფიზიკურადაც ჩვენც ვისაუბროთ, ეგ არ არის, მაგრამ თუ იქ არის პრეზენტაცია, მასალები, რა თქმა უნდა, იქ თუ გაგვშენ გამზადებული რაღაც როგორც დაფაზე უკვე პრეზენტაცია, რა თქმა უნდა და მეცაც გეტყვით, ონლაინი უფრო მოსხერხებელია, იმიტომ რომ მაგალითად იქ ახალი სიტყვები, გრამატიკული კონსტრუქცია, იქ რჩება იმ ჩატში და უფრო ეფექტურია და რაღაცა როეულში. ვიზუალურადაც ხო, აი რაღაცა თითქოს ეფექტი იქნება. ასე რომ ჩემთვის ეს არის ხელოვნური სტერეოტიპული გაყოფა. ეხლა გასაგებია რომ ვიღაცას ოფლაინი თავისი პირადი რაღაცა პრობლემის გამო ურჩევნია. გასაგებია. მაგრამ ამის განზოგადება რომ ეხლა მე ოფლაინი არა ეფექტურია და მაგიტო ისა ეგ გამორიცხული ამბავი. და თქვენი აზრით არის რომელიმე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც მაინც ისე კარგად ვერ სწავლობს ონლაინ თუ ამაზეც არ არის დამოკიდებული ასაკს? ხო, იცით, ინდივიდუალურია უფრო ალბათ და არის ის მომენტი, ხა თუ დისციპლინის პრობლემა აქვს მაგალითად ადამიანს, ეს რეალურად ყველა ასაკში არის ეს პრობლემა და აქ შეიძლება ვიღაცას აი დისციპლინის კუთხით ჭირდება ოფლაინი. აი მარტივად რო ვთქვა, თუ ფიზიკურად არ არის, ზუსტად, აი ზუსტად მაგეთკენ მივდიოდი და რაღაცა თან ყველაზე მეტად მეცინება ხოლმე, ანუ ამდენი წელი ხო ვიცი მიზეზები რა და ყველას არ ეხებათ რა თქმა უნდა, ვიცი ბევრი ობიექტურადაც აცდებს, მაგრამ აი მიზეზის წაკითხვიდან უკვე ხვდები რომ მატყუებს. მაგრამ ნუ რა უკრა და მათ გონიათ რომ მათ პირველად მოიფიქრეს ეს მიზეზი, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა, ესეც პროცესის ნაწილია რეალურად და მე ვფიქრობ რომ თუ ადამიანს დისციპლინის პრობლემა აქვს, აქ არჩევანი ონლაინს და ოფლაინს შორის არ უშველის. დისციპლინის პრობლემა ოფლაინზეც იქნება და საცურში დაიჭერდება და ხო რაღაცა რა ვიცი, ხო ყველაფერს მოიფიქრებს. ამ კუთხით რა ხან დისციპლინა ვახსენე, თქვენ თქვით რომ ძირითადად წიგნებს არ მიყვებით, მეც არ მიყვები ერთ წიგნს თითქმის არასდროს, იმიტომ რომ მგონია რომ თუ გვაქვს საშუალება და ამ ეტაპზე გვაქვს ამის საშუალება, ჯობია სხვადასხვა მასალები გამოვიყენოთ, მოვარგოთ სტუდენტს რაღაც თემა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ქონიათ ესეთი შემთხვევები, როცა სტუდენტები გთხოვენ რომ მოდი მე მინდა რომ ერთ წიგნს მივყვე და აი კონკრეტულად ამ ერთი წიგნის ჩარჩოში მოვაქციო და რას აკეთებთ ხოლმე? ხო, ნუ ამ ხრივ მქონია რა თქმა უნდა, იშვიათად არის სხვათა შორის. მქონია ხოლმე და ნუ მე წინასწარ გეტყვით მაყურებელთვისაც რომ გასაგები იყოს, რატო არ მივყვები პირადად მე ერთ წიგნს. იმიტომ რომ ერთი წიგნი ქმნის ილუზიას კომპეტენციის, რომ თითქოს ის წიგნი ყველაფერს ახლა გრამატიკაც არის, ლექსიკაც არის, კითხვაც არის, მაგრამ რეალურად ის ყველა წიგნი არის ძლიერი რაღაცაში და სუსტი სხვა რამეში. და შესაბამისად, ახლა ადამიანს ესე კოპირებულად რაღაცა და ვასწავლო, რაც ვიცი წინასწარ რომ არაეფექტურია, ჩემთვის არის უბრალოდ მოსწავლის მოტყუება. მე შემილია მართლა ავიღო ერთი წიგნი. უფრო ადვილია. ძალიან მარტივია. აი გაკვეთილ სანამ 10 წუთი მაქვს ხოლმე შუალედ, იგი იმდენ რაღაცას ხსნი ხოლმე, აი ესე მაგ გადავსებული ერთი მოსწავლისთვის. იმიტომ რომ ვიცი რომ იდიომები მაგალითად ამ წიგნში არ ვარგა. და სხვა შორის აი გაგეცინებათ და თქვენ შეგიმჩნევთ შეცდომებიც ბევრია წიგნებში. ოღონდ გაპარული რა, ეხლა ისეთი არ არის რაღაცა, ეს სიტყვის განმარტება. მაგალითად ეგ იდიომას ხო, წინდებული არ ჭირდება, წინდებული უწერია, მე მეც იქ ხო იყო და აი ამ ყველაფერს ხო წლები ჩვენ უღრმავდებით და ვნახულობთ და რეალურად როცა მასწავლებელს ეუბნები რომ აი რა წიგნი დამეცადინებ, ან მოდი ამ წიგნით მომეცადინე, ეს ჩემთვის პირადად რაღაცა შეურაცხყოფად არ ვიღებ, მაგრამ უკვე მე როგორც მასწავლებელი აქ ვითრგუნები და ვარც მეუბნები რეალურად რო გითხრათ. რატო? იმიტომ რომ ნუ ჯერ მე გამოსებისთვის არ ვამზადებ და ამის თუ ზოგად ინგლისურშიც ერთი წიგნით შემოზღუდვა ნიშნავს რომ მე ჩემ თავს როგორც პედაგოგი ამ ადამიანს მივცემ ალბათ 20%-ით. და თუ ესე ურჩევნია, მე არ მერჩევნია. მე მინდა რომ ადამიანთან მქონდეს შედეგი.
როცა ადამიანს ერთი წიგნი უნდა ჯერ უკვე ფსიქოლოგიურადაც ჩანს, რომ მისთვის ეს რაღაც პანაცია გონია წიგნი და ეგ უკვე პრობლემაა. მაგრამ მეორე მხრივ როგორც მეთოდოლოგია უკვე ვერ იქნება ესეთი ეფექტური სწავლა. ხო არიან კიდე სხვა კატეგორიაც არის, იშვიათად, მაგრამ აი მეურნე კვირაში 6 გაკვეთილი მინდა, რაღაცა 5 და გონია რომ ეს 11 გაკვეთილი მით უმე მალე ისწავლი. ხო და შესაბამისად უხსნი რომ ეს არ მუშაობს. სხვა შორის მაგას ვეთანხმები და ხო, საგამოსტო რა მესმის. ხო, როცა დედლაინი ძალიან ახლოს არის და მაგ შემთხვევაში ეფექტურია, თუმცა აი მაგ მიზნით ალბათ ვიტყოდი. ხო და რეალურად კიდე თუნდაც გამოსტა ჩააბაროს, თქვენ კარგად იცით რომ ენობრივი კომპეტენცია მაინც სხვა არის, შეიძლება ტესტი იცნო, მაგრამ იმის გამოყენება პრაქტიკაში სხვა არის და. ხო, ნუ იქ ხა ეს ერთი კონკრეტული მიზანია და მაინც და მაინც იმისთვის ჭირდება. კი, მესმის და აბსოლუტურად. ბოლოს შევეხები სოციმედიას. დიახ. TikTok-ზე უკვე როგორც ვთქვით, ბოლო დროს უფრო აქტიური ხართ. თქვენი აზრით, სოციმედიიდან TikTok-ი, Instagram-ი, რომელიც გინდათ ავიღოთ, რეალურად სწავლობენ ეს ადამიანები რამეს ინგლისურს? ხო, იცით რა არის, მე პირადად აი არასოდეს არ ვდებ TikTok-ზე საფუძვლიან და დიდ გაკვეთილებს, იმიტომ რომ ამის დრო ჭირდება და რესურსი და არც მე ვხვდება ესეთი. და მე ვფიქრობ, მიზეზი ამის ის, ახლა შემიძლია რაღაცა სრული და ჩავწერო პირობითად და მაგრამ მე ვფიქრობ, რომ TikTok-ი, Facebook-ი არ აქვს მნიშვნელობა, ეს უნდა იყოს როგორც დამხმარე საშუალება. იმიტომ რომ თუ სტრუქტურა არ არის, თუ მაინდამაინც საუბრობთ სასწავლო მეთოდებით, ანუ აქტიურ სწავლაზე, ხა პასიური სწავლა, მოსმენა და კითხვა, ხა ჩემ მოსმენას ამერიკელი ჩართოს და მოусმინოს, ხო? მაგრამ თუ საუბარია მეთოდოლოგიურად, ადამიანმა იმის იმედზე რომ ხა TikTok ჩავრთავ და ინგლისურს ვისწავლი მეთოდოლოგიურად და გამოსაჩო, ამის იმედი არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მეც ხა ჩემ ვიდეოებში ძალიან და თქვენც შემხედრი ხარ და სხვაებიც, აი ვცდილობ რომ ძალიან საბაზისო, აი ძალიან ზედაპირულად თქვა, იმიტომ რომ ხა სიღრმეში რომ ყველა იქ გამონაკლისი თქვა, ყველა იქ შემთხვევა, იქ როგორ კანადელები როგორ ამბობენ, ну მაშინ საათიანი გაკვეთილები უნდა ჩავწერო და იქაც და მან და სხვით რომ ასკროლავენ. ასკროლავენ რა თქმა უნდა და ამიტომ ეს არის ისევ და ისევ თუ სისტემურად გადავწყვიტეთ სწავლა და მართლა წინ წასვლა, უნდა ვისწავლოთ რაღაცა უფრო სისტემურად, არის ხა მაინდამაინც თუ მასწავლებელი არ უნდა, არის რესურსები, ამის ძალიან ბევრი კარგი საიტია, პირდაპირ დამწყებიდან ბიურამდე სიედან მიიყვები ნელ-ნელა. და პარალელურად, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩასვა ეს რესურსები. ანუ როგორც მთავარი წყარო ამის შესწავლის, ინგლისურის შესწავლის ესეთი ვიდეოები არ უნდა იყოს. თუმცა, არ ვიცი, ხა არის გვიწენენ ხოლმე, რომ რაღაცა ეს ფრაზა არ ვიცოდი, ამ მნიშვნელობით არ ვიცოდი, გამომადგება, ეს ძალიან კარგია. მაგრამ იცით რა მაინტერესებს, აი მიფიქრი ამაზე, ეს უფრო მოკლეხნიან მეხსიერებაში ხო არჩება ვიდრე გრძელვადიანში? შეიძლება, მაგრამ თუ მაგალითად ახლა რაღაცა საინტერესო ფრაზაა, რომელიც მე არ ვია, თუ ეცადენ რომ გამოიყენონ, თუ გამოიწერს იმას და გამოიყენებს, დარჩება, მაგრამ მე კიდე ერთ პრობლემას ვხედავ TikTok-ის და Facebook-ის სიტუაციაში, ეს არის მარკეტინგზე გათვლა. აი მე არც ერთი ვიდეო აი ალალად ვიძახი, წეგანაც ვახსენე, რომ მოსწავლის დამატების მინდა დავწერ. მე მინდა რომ იმ ადამიანებს, მე მყავდა ადრე ხა არ არის ალბათ ეს საჯარო სასაუბრო თემა, მაგრამ ქველმოქმედების კუთხითაც ბევრი მყოლია და ეხაც ყავს, მაგრამ მე ფიზიკურად არ შემიძლია ესეთი რამე გავაკეთო, რომ მოვარგო ვიდეო ისე, რომ ადამიანმა ჩემ ვიდეოს რომ მოусმენს, რომ ვაუ, მე საერთოდ დამწოდნი ინგლისურიო და წავალე ხა ამას მივწერ, რომ მიხვდები რასაც გულისხმობ. არის ქართველებზე არ მაქვს აქ საუბარი მხოლოდ უფრო საერთაშორისო და მე ქართველი მეგობარ რაღაცა სპეციალურად რთული ტერმინებით საუბრობენ, რაღაცა ესეთი იდიომები, რაღაცა რომელიც აი არავინ არ იცის და იცი ეს როგორ არის, კი ესე და უფრო უცხოურებია ხო მაგას ვიდეოც ყო. აი სოჟოს AI ვიდეოები უფრო არის. არასოდეს არ თქვა how are you, ანა how have you been, რატო? I'm fine. ხო, I'm fine არ თქვა და ნუ აი ეს არის მარაზმი, მაგრამ ეს ამას მარკეტინგული მიზანი აქვს, რომ შენ დაგეეჭვოს, რომ სწორად მიდიხარ და მიწერო იმ თქვა რაღაცა ცენტრს ან მასწავლებლებს, ხო? ან რაღაცა გამოიწერო ფასიანი ის. ამიტომ მე ვფიქრობ, კეთილსინდისიერება აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი რა. კარგით. და ბოლოს მოდი ვთქვათ AI-ზე. რამდენად იყენებენ თქვენი მოსწავლეები AI-ს და რამდენად ურჩევთ გამოყენებას? ხო, არის ხოლმე ესეთი მიდგომა, რომ AI აზარმაცებს, AI ცუდია. მე ვფიქრობ, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელი კი არა, სხვანაირად ვეღარც გამოვა. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლებიც აქტიურად უნდა ვიყენებ მაგალითად
მაგალითად მეხმარება ეფექტურად სავარჯიშოების შედგენაში, მეხმარება, აი, თქვა თავშოთ ვიპოვე, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე არის, აი, წიგნებს შორის ლაფსუს სხვაობა რაღაც. კი. და ეხლა მე ლინგვისტი არ ვარ, რომ ყველაფერი არ ვიცი, ხო? მეც ვიყენებ აქტიურად განსხვავებები, ან რომელი უფრო სწორია. შეიძლება იყოს საქმე ისე, რომ ყველა სწორია, კონკრეტულად თქვა, ანუ ყველაფერი ვერ გეცოდინება. ამიტომაც AI-ის გამოყენება პრობლემა არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს დამხმარე საშუალება. თუმცა შეგიმჩნევიათ აქვს შეცდომები. კი, სერიოზულად. წიგნებს აქვს და მით უმეტეს AI-ს ეკნება. და აი ხანდახან ისეთ შეცდომები აქვს, რომ მიკვირს რატომ. კი, მაგით უნდა იყოს დამხმარე აუცილებლად. ანუ ჩვენ ეს ბრმად არ უნდა გადმოვაკობილოთ. არავითარ შემთხვევაში. და თანაც AI-ს უნდა გვახსოვდეს რეალურად, რომ მე მოდი ბარემისიც ვახსენოთ, ჩაანაცვლებს თუ არა როდესმე. მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ პროფესიას, სადაც ემპათია არის საჭირო და სადაც ადამიანური რესურსი და გამოცდილებაა საჭირო და არა მონაცემთა ბაზა, რაოდ ამას შორის კითხვითი სექციებიც მაქვს ხოლმე მოსწავლეებთან, თან არაერთი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს, მაგრამ გახდება მისი საუკეთესო მეგობარი და უნდა გახდეს. და რეალურად AI კი არ ჩაანაცვლებს ადამიანს, არამედ ეს ცნობილი ფრაზაა, ისეთი ადამიანი, რომელიც იყენებს ამ AI-ს, ჩაანაცვლებს იმას, ვინც არ იყენებს. კი. იმ მარტივი მიზეზით, რომ ეფექტურობა ექნება მეტი. ხო, როგორც ეხლა ონლაინია მაგალითად, ეხლა ვინც ვარი თქვა და საერთოდ ონლაინ არ ამზადებს, კარიერულად ეხლა რომელი მასწავლებელია კარგად განვითარება, ყველას უჭირს, იმიტომ რომ ეხლა ბევრს არც ალია, დრო არ აქვს. რთულია, ძალიან დიდი სირთულეა და განვითარება უკვე აქ ძალიან ისეთ სათუ. ან მაგალითად ვინც არ იყენებს ელექტრონულ წიგნებს, ან თქვენ ახსენეთ, რომ PDF ფაილები მაქვს ეხლა არის დაახლოებით 40% ჩემი რესურსების ფიზიკური წიგნი არ არსებობს. და რა ვქნათ ეხლა, მაგიტო ინგლისური არ ვასწავლოთ. კარგი. მოდი დავასრულოთ ჩვენი ბლიცით. და პირველი კითხვა იქნება დიპლომი თუ გამოცდილება. ორივე რო თქვა შეიძლება, ორივე. კი, შეიძლება. ორივე აუცილებელია რა. კი ბატონო. გამოცდაზე, მაგალითად ინგლისურის ტესტში 100% თუ რეალურ ცხოვრებაში თავისუფალი საუბარი. რეალურ ცხოვრებაში თავისუფალი საუბარი უეჭველი. გამოყენება, არა მარტო საუბარი, გამოყენება. კი, გამოყენება. თუ მაგას აკეთებ, გამოყენებაც მარტივია მე. თუ რეალურად ენა კარგად იცი ყველა ეს საბარებ. ჩემი აზრით რა, ხარა, მე არ გულისხმობ რომ მომზადება არ გჭირდება, მაგრამ რეალურად ენის ცოდნა მნიშვნელოვანია. ერთი ენის ცოდნა იდეალურად თუ ხუთი ენის ცოდნა საშუალოდ? ხუთი ენის ცოდნა საშუალოდ ისწავლე იმასაც. მოსმენა თუ ლაპარაკი? მოსმენა ჯობია, ლაპარაკი ეგოა და მოსმენა უფრო ასე ვთქვათ განვითარება. და თუ ავირჩევ წიგნის კითხვის და პოდკასტის მოსმენის? კითხვა მნიშვნელოვანია. კაცრი მასწავლებელი თუ მეგობრული? მეგობრული თალსახად. და მაშინ ბოლოს თქვათ ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული? ამერიკული რა, რა ვქნა, ბოდიშს ვიხდი ბრიტანულის ფანებთან, მაგრამ მოკვდავებისთვის ამერიკული უფრო გასაგებია ბიზნეს ინგლისურშიც, ისეც, ასეც ყველას ეს ურჩევნია. უფრო პრაქტიკულია, რა თქმა უნდა და სოფლიოს გარშემო 80% ამერიკული ინგლისურია რაღაცა. კარგით. და სულ ბოლოს სიმბოლური. ვაუ, ძალიან დიდი მადლობა. ეს ბლოკნოტების მოყვარული ვარ და მგონია რომ ყველა მასწავლებლოს რაღაც კუთხით ბლოკნოტები ძალიან. სულ ჩანაწერებში და ნოუთებში და რაღაცეებში ვარ. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, თქვენ მადლობა. აი ესე დასრულდა ჩვენი პოდკასტი დღეს. უაღრესად საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ესე ვიტყოდი. მადლობა. ასე რომ თუ გვიყურეთ, თუ მოგეწონათ და თუ თვლით რომ სხვა ადამიანებმაც უნდა ნახონ ეს ეპიზოდი, დაალაიქეთ, გააზიარეთ. შემდეგი ეპიზოდი დაიდება ისევ YouTube-ზე, შემდეგ ორშაბათს. დროებით.